მადლობა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ სერჟ სარგისიანს საქართველოში ჩამობრძანებისთვის. ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებისათვის. საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით ჩვენი ქვეყნები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ კეთილმომზობლური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. ჩვენ გვაკავშირებთ საერთო ინტერესები და თანამშრომლობის დიდი პერსპექტივები. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და განვსაზღვრეთ ურთიერთსასარგებლო შეთანხმებების სამომავლო მიმართულებები. ჩვენი შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს. საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, წარმოადგენს დამაკავშირებელ ხიდს ევროპასა და აზიას შორის. ჩვენი ქვეყნის ამ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ როლს კიდევ უფრო აძლიერებს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება და შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ჩვენს რეგიონში სავაჭრო ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებად. დიდი პოტენციალი არსებობს ტურიზმის განვითარების კუთხითაც. მისასალმებელია ტურიზმის მიმართულებით ბოლო პერიოდში ტურისტების რაოდენობის ზრდის ტენდენცია. ჩვენს თანამშრომლობას ამ მიმართულებით დიდი პერსპექტივები აქვს. ვისაუბრეთ რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობიანობის მნიშვნელობაზე. აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის მიერ გაფორმებულ ეგრეთ წოდებულ შეთანხმებაზე მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია ეს პროცესები და პირდაპირ საფუძველს უქმნის საქართველოს უსაფრთხოების და პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას რეგიონში. მე გაუზიარებ ბატონ პრეზიდენტ ჩვენი შეშფოთება, რომელსაც იწვევს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი პატივისცემა საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ფუძემდებლური პრინციპებისადმი და დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება საზღვრის ურღეობის, დავების მშვიდობიანი მოგვარების, ერთმანეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა უთხრა ბატონ პრეზიდენტს ჩამობრძანებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის მომავალი თანამშრომლობის წარმატებულ განვითარებას. ღრმად პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო გიორგი, უპირველეს ყოვლისა მადლობას მოგახსენებთ თბილი მიღებისათვის. კოლეგებო, მოხარული ვარ, რომ ამ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაწვრილებით განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები და განსაზღვრეთ ორმხრივი მრავალშინაარსიანი თანამშრომლობის პერსპექტივების წინ წაწევის საკითხები. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვის ცნობილია, რომ ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა უნდა მივიღო ასევე ძველი თბილისის ისტორიულ ტერიტორიაზე ახალი იერსახით რესტავრირებული სომხური საკათედრო სურბ გევორგის ეკლესიის ახალად ხელახალი კურთხევის ცერემონიალს. მადლობას ვუხდი საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი ამ წმინდა ადგილის რესტავრაციის საკითხში
მხარდაჭერისათვის. ჩვენც აგრეთვე დიდი პატივისცემით და მზრუნველობით ვეპყრობით სომხეთში არსებული ქართულ კულტურულ მემკვიდრეობებს, რომლის კეთილმოწყობით ჩვენს განწყობას გამოვხატავთ. ასე ერთი მეორესთან ასეთი ურთიერთობებით ჩვენ შევძლებთ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები. რაც შეეხება სახელმწიფოებს შორის დღის წესრიგს, უნდა კმაყოფილება გამოვთქვა, რომ ჩვენ ბოლო წლებში სომხურ-ქართულმა ურთიერთობებმა დინამიური ახალი განვითარება განიცადეს და ეს ყველაფერი გამოიხატება მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი და ვიზიტებით. ასევე ხაზს ვუსვამ იმას, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარება ხორციელდება სრული ურთიერთმდობის სფეროში. ბატონ პრეზიდენტთან ასევე განვიხილეთ ის სტრატეგიული პროექტები, რომლებიც ერთად წამოვიწყეთ. მინდა აღნიშნო ბაგრატაშენ სადახლოს სასაზღვრო მეგობრობის ხიდის მშენებლობას. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ახლანდელი და მომავალი ყველა პროექტი განვიხილოთ და ამით ახალ სტიმულს ვქნით ჩვენი ქვეყნების წინსვლის და ეკონომიკური აღმავლობისთვის. ეს გარეშეა, რომ სომხეთსაც და საქართველოსაც საკმარისი პოტენციალი აქვს გააღრმავონ ეკონომიკური ურთიერთობა და ამას ახორციელებენ მთავრობათშორისი დოკუმენტებით აღებული ვალდებულებებით. მეტიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნების სხვადასხვა საინტეგრაციო სტრუქტურებში გაწევრიანება არ უშლის და პირიქით უფრო მეტ შესაძლებლობებს ქმნის ურთიერთ სასარგებლო პროგრამების განხორციელებისათვის. ჩვენ წინა შეხვედრაზე ბატონ პრეზიდენტთან საუბრობდით ამავე დარბაზში, რომ სომხეთის გაწევრიანება ევრაზიულ კავშირში და საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა უარყოფითად არ აისახება ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებზე, პირიქით დადებით გავლენას მოახდენს და მოხარული ვარ აღნიშნო, რომ 2014 წელს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. იგივე ტენდენცია არის 2015 წლის 9 თვის შედეგებით. ბატონ პრეზიდენტთან განვიხილეთ ასევე რეგიონალური მნიშვნელობის საკითხები. ხაზს ვუსვამ იმას, რომ მსგავს საკითხებში ურთიერთგაგება პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ვგრძნობთ და ვიცით, რომ პრიორიტეტულია სომხურ-ქართული მეგობრობა და ჩვენი აქტიური ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებული იქნება სიღრმისეულ კავშირებზე, შევძლებთ ახალი პრიორიტეტები განსაზღვროთ. სიტყვას ვასრულებ, კიდევ ერთხელ მადლობას ვიხდი ამ სტუმართმოუყვარე მიწაზე ჩვენი მეთაურობით დელეგაციის ასეთი თბილი მიღებისთვის. დიდი მადლობა.